მოგესალმებით ყველას. დღეს ვწყვეტე რომ ვილაპარაკოთ ჩემთვის ძალიან საინტერესო პერსონაჟზე. ხთიდან ანიმეებს არ ვუყურებ, მაგრამ ეს ანიმე მაგრამ მიყვარს. ალბათ მოგამოიცნობთ რომელია. დიახ, დღეს მეგობრებო, დაგელაპარაკებით ნარუტოზე. დავახასიათებ ნარუტოს, ჩემებურად განვიხილავ. ეს არ იქნება რაღაც ოფიციალური განხილვა. ოღონდ განვიხილავ მხოლოდ პერსონაჟს და არა მთლიანად ანიმეს. მაგის ნერვი ვის აქვს? ხო და არის ნარუტო, როგორი ტიპია, რა მომწონს ნარუტოში, რა არ მომწონს, რა მიშლის ნერვებს, რა არ მიშლის ნერვებს. ვისაც სუსტი გული აქვს, იმან არ უყუროს რომ მოდიხართ და ამიტომ ვსურთავთ, მე ველოდები რომ თქვენ ნარუტო ნახული გაქვთ და ნარუტოს ნაყურები ხარ, რომ თქვენ ნარუტო გაქვთ ნანახი. ნარუტოს სკოლაში წარმატებული მოსწავლე არ ყოფილა. თეორიაში სუფთა დებილი იყო, პრაქტიკაში უნიჭო. თეორიაში რომ დებილი იყო, ამას თავისი ახსნა აქვს ჩემი აზრით. ნარუტო ძალიან აქტიური ბიჭია და ფიზიკური დატვირთვა ურჩევნია რაღაცების კითხვას და კვლევაძიებას და ჩახლართულ რამეებს. ანუ მარტივი ტიპია იმისთვის, რომ თეორია წაიკითხოს და დაღფრთოვანდეს. რომ ამბობ რომ ნარუტო ზედმეტად მარტივი ტიპია, მეთქი ამით არ ვაკნინებ ნარუტოს. სიმარტივე ცუდი რამ საერთოდ არა. ამიტომ ახდენს ნარუტო ხალხზე გავლენას, მაყურებელზე, სხვა შინობებზე, თავის მაკაცებზე და ქალებზე გავლენას იმიტომ ახდენს, რომ ასეთი მარტივი ტიპია და ადამიანს არ უჭირს ნარუტოს ნდობა. შუბლზე აწერია ყველაფერი. შუბლზე თუ არ აწერია, იმას ლიკინობს. მე აზრით ნარუტო არ არის ეგეთი რთული პერსონაჟი, არც გასააზრებლად არის რთული პერსონაჟი და არც ისეთი ჩაკირკიტება სჭირდება ნარუტოს პერსონაჟს. ხო და სასკერო არაა მარტივი ტიპი და სასკერო რთული ტიპია, მაგით რა? ვიზე მოახდინა ერთი სასიკეთო გავლენა. სასკემ წახალისა ნარუტო რომ უფრო მოხოდილიყო და მაგარი ტიპი გახთარიყო, თორე სხვა სასკეს არაფერი არ უქნია. დადიოდა და ბოდიალოდა თავისთვის რაღაც. ხო და ანუ ნარუტოს პერსონალიტია ეგეთი, რომ ზედმეტ კითხვას არ გიჩენს მაყურებელს და იმდეს ლაპარაკობს, რომ თვითონ გეუბნება ყველაფერი. მაყურებელს აღარ რჩება ის მომენტი, რომ აუ, ნარუტო მეს რომ გააკეთა, რატომ გააკეთა. ნარუტო რომ სასკეს დასდევს, რატომ დასდევს? ვიცით რატომაც დასდევს. Why are you gay? Who says I'm gay? You are gay. ახლა ნარუტოს ხასიათის მთავარი შტრიხები რომ გავაკვეთოთ. მოვამზადე თვალსაჩინოება, მეგობრებო. კაი, ნარუტოს ხასიათის მთავარი 5 შტრიხი ჩამომითვლია. პირველი არის ის, რომ არ ნებდება. ნარუტო სრულოსახე გააძრო, ბოლოს მაინც წამოდგება და ეს რაღაც თავისებურ ჩაატარებს. მეორე ის არის ის, რომ ცოტა წაუშტერებს. ნარუტო არ არის ყველაზე გაწონასწორებული და ყველაზე ესეთ როგორც სერიოზული ტიპი, ვისაც ნერვები ეშლება, მას არის საკუთი. შემდეგ, მესამე არის Ninja Way. Ninja Way ძალიან ცნობილი გამონათქვამია ნარუტოს. まっすぐ自分の言葉は曲げねえ。それが俺の人道だ。ეს რომ ნარუტოს აქვს თავისი ნინძის გზა, რომელსაც არ გადაუხვევს არას. Ninja Way-ში შედის ის, რომ ძმაკაცს არ მიატოვებს არასოდეს. ჰოკაგე გახდება. სულ რომ სახეგაზროს და სულ რომ მოკვდეს, მაინც იზამს იმას, რის გაკეთებაც უნდა. ნარუტოს Ninja Way. მოკლედ და მარტივად რო ვთქვა. შემდეგი, Shadow Clone და Rasengan. ვიცი რომ მისი ძიუცუებია და მისი ტექნიკებია, რომელსაც ბრძოლაში იყენებს, მაგრამ ხასიათებში იმიტომ გავუშვი, რომ Shadow Clone-ის სწავლა და Rasengan-ის სწავლაც იმხელა გავლენას ახდენს ნარუტოზე, რომ მისი ხასიათის ნაწილი ხდება მე. მისი ხასიათი როგორც იცვლება და მისი ხასიათი როგორც ვითარდება, ზუსტად მასე ვითარდება ეს ორი ძიუცუ, რომ ამით ხასიათდება ნარუტო, ამის მეტი ძიუცუ ფაქტობრივად არ აქვს. და ბოლოს, ჩემი საყვარელი ნარუტოს ყველაზე მაგარი აიგო იქ. ხასიათის მეხუთე და მთავარი შტრიხი. აუ. განასკნელი შტრიხი, რომელიც აღწერს ნარუტოს ხასიათს, არის ის, რომ ნარუტო არის სუფთა мотиваციური სპიკერი. ფიქრო ატლანტის სამყაროში ცხოვრობდეს, უეჭველი ხოუჩი იქნებოდა. და мотиваციური სპიკერი რატომაცა ეგ მგონი გასაგებია. ეს ლაპარაკობს რომ გინდა არ გინდა мотивირებული ხარ ბოლოს. ახლა გეტყვით ნარუტოში რა მომწონს და რა არ მომწონს. რაც მომწონს არის ის რომ არის ძალიან კეთილია და მაგარი ჯიგარია. ნარუტოში რაც არ მომწონს და რაც ნერვებს მიშლის არის ის რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობს. მე არ მიყვარს ძალიან ბევრს რომ ლაპარაკობენ კაცები. რატომ ლაპარაკობთ? და დასაჭიროა ლაპარაკი. მოსახური არ გაქვთ? და კიდე რაც მეუცნაურება ნარუტოში არის ის რომ
მთელი 800 სერია თუ რამდენიცაა, ლაპარაკობს, რომ აუ ბავშვობაში რა გარიყული ვიყავი, არ ვუყვარდი არავის, ვიყავი მარტო, ყველაფერი, რასაც ნარუტო წუწუნებს. მთელი 800 სერია რო წუწუნებს ნარუტო ამაზე, ეს ყველაფერი ნაჩვენებია მხოლოდ ფლეშბექებით. პირველ სერიაში ჩანს ოდნავ სკროლს რომ მოიპარავს და ირუკა რო სიყვარულს აუხსნის და ამას რომ მაგრა გაუსწორდება და ეგრევე მულტი შედოუ კლონების ძიუცუს რო გააძლევს. აქ ჩანს რომ ნარუტო მაგარი გარიყულია და ყურადღების მისაქცევად ამ სკროლებს მოიპარავს. მორჩა დამთავრდა მაგის იქით ნარუტოს გარიყულობა და საწყალი წარსული ჩანს მხოლოდ ფლეშბექებით. ჩვეულებრივი ბავშვური ურთიერთობები აქვს, მაგარი მასწავლებლები ყავს, ყველა ეფოფინება. რუკა სენსეიმ ფაქტობრივად იშვილა. ბავშვები თუ აბულინგებენ მარტო იმიტომ, რომ ეს გაბღენძილი დადის და გინდა თუ არა ჰოკაგე გავხდები ამბობს და ანუ სერიის მსვლელობისას არ ჩანს რომ თელს სოფელს ეზიზღება ეს ბიჭი. ხო და ჩემი აზრით ნარუტო პრივილეგირებული უფროა. ვიდრე ჩაგრული და საწყალი. ტიპი ლეგენდარი სანინებს ეძმაკაცება. ხალხში სიტყვა ეთქმის და კონოჰას ფავარი мотиваციური სპიკერია. რა ვიცი, მეგობრები არ აბულინგებენ ნარუტოს, მასწავლებლები არ აბულინგებენ. როგორც კი იწყებს სკოლაში სიარულს და როგორც კი იწყებს მოღვაწეობას, არ ჩანს ის რომ ნარუტო არის ჩაგრული და საწყალი. რამე სერიოზული მისია თუა კონოჰაში, ყველაფერზე ნარუტოს უშვებენ. რა ვიცი, მთელი ეს დრამა რომ მარტო ვიყავი და მე სამყავდა არავინ და ძალიან საწყალი ვიყავ. თითიდან გამოწურული დრამა. ბუზის სპილოდ გადაქცევა. ახლა ვიტყვი ნარუტო რატოა ძალიან მაგარი ტიპი. ნარუტო უბრალოდ იდეალისტი კი არა. ნარუტო არის საქმის კაცი, რომელსაც აქვს იდეალისტური ხედვა. რაღაც სრულ უაზრობას იტყვის, რაღაც აბდლურს იტყვის და მე აკეთებს ამ აბდლურს. რაფერ არ გინახა გაგიჟდე ამას. უნდა დედა ეგრო დანიძლავდნენ რომ სამ დღეში ვისწავლიო რა სენგაცო. არ ისწავლა თუ? რომ შეუძლია რომ რაღაცა წარმოუდგენელი თქვას. და მე შეასრულოთ ჯერ რამხელა ამბიცია აქვს და სრულფასოვნება აქვს ზენიტში. გასაგებია რომ ანიმეს ნარუტო ქვია. ისიც გასაგებია რომ ნარუტო მთავარი გმირია, მაგრამ ნარუტოს რა ეს მთავარი გმირის სინდრომი სჭირს. ძალიან მოსაბეზრებელია, აი ძალიან. პეინს რო ელაპარაკება. თან ისეს არაფერს არ ელაპარაკება განსაკუთრებულს. პეინი უეცრად რომ კაი ტიპი ინჩითება. პეინს რო ეს ყველაფერი თავისით გაეცნობიერებინა და ვიცხათ 16 წლის თინეიჯერის TED Talk-ის მერე არ მოქცეულიყო აქით კაი ტიპების მხარეს, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ჩემი აზრით. ეს ხო ნარუტოა და ნარუტო ხო ნამდვილი გურუა და პეინის მარტივ კითხვებზე ძალიან დრამატული პასუხებით ამ კაცის მთელს ცხოვრებისეულ ფილოსოფიას და მის ხედვას ცვლის. კაი ტიპი ისე მოკვდებიო და ალბათ ამიტომ გაკეთილდება მე ბოლოს თორე. ძალიან არარეალურია რომ ნარუტო ორი სიტყვა უთხრა და არარეალურია ეს ჩემი აზრით. ნუ პეინზე ახლა კიდევ ვილაპარაკებდი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პერსონაჟია. ნუ დიდად არ მოწონს პეინი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო პერსონაჟია, მაგრამ ნუ რახან ეს ვიდეო ნარუტოზეა, მოდი დაუბრუნდეთ ჩვენს მეშვიდე ჰოკაგეს. ზუსტად ამ მიზეზის გამო მომწონს ნარუტოს და კურამას ურთიერთობა. 16 წელი იჯდა ამ ბაღანეს მუცელში. წელი უყურებდა რასაც უბოდა ნარუტო. ამ 16 წლის მერე ახლა ნარუტო კაი ტიპია, ცუდი ტიპია რა და რომ მოეწონა ხამ კურამას, ეგ საერთოდ არაა გასაკვირი. და ძალიან რეალურია, რომ ამდენი ხნის მერე მოხდა ეგ. პეინი შეიცვალა 5 ეპიზოდში. კურამა მთელი 16 წელი იცვლებოდა. ძალიან კაი პერსონაჟია ნარუტო, მაგრამ ისეთი საინტერესო პერსონაჟია რა, მაგალითად, როგორც იტაჩი, როგორც კაკაში. ასკეც კი უფრო საინტერესოა ვიდრე ნარუტო. ერთადერთი ცვლილება და ტანჯვა ნარუტოში არის ის, რომ იცვლება მიზეზი, თუ რატომ უნდა ნარუტოს რომ გახდეს ჰოკაგე. თავიდან ამის მიზეზი არის ის, რომ თუ ჰოკაგე გავხდები ხალხს თავს შევაყარება, ჰოკაგე რომ გახდება, ამით დაუმტკიცებს სხვებს, რომ მაგალითად, ამიტომ უნდა თავიდან რომ გახდეს ჰოკაგე. განმავლობაში ნარუტო იზრდება, ბევრ ვიღაცას შეხვდება, ბევრ ვიღაცას დაელაპარაკება, ნუ თვითონ უფრო მეც ილაპარაკებს, მაგრამ სხვებიც დაელაპარაკები მიხვდება, რომ ჯერ უნდა მოიპოვო ხალხის სიყვარული და მერე გახდები ჰოკაგე. ეს მიზანი, რომელიც ცოტა ზედაპირული და ვიწრო და ძალიან ბავშვურია, უფრო სერიოზული ხდება. იმიტომ უნდა ჰოკაგეობა, რომ უნდა რომ კონოჰა დაიცვას. საკუთარი თავისთვის აღარ უნდა, ანუ მისი სოფლის კეთილდღეობა ადარდებს. ამ ყველაფერს ჩვენს ძვირფას ნარუტოს ასწავლის იტაჩი. ნარუტოს ანიმეს თავარი თემა არის სასკეს ძიება. ნარუტოს შეეშვით, თვალები დახუჭეთ და სასკეს ადგილას წარმოიდგინათ თავი. უფროსმა ძმამ მარტო ოჯახი კი არ დაგეხოცათ, მთელი კლანი ამოგიწყვიტა. მერე გითხრა, მოდი აბა თუ ბიჭი ხარ და მომკალიო. რამხელა გავლენას მოახდენდა ეს ყველაფერი სასკეს ცხოვრებას. სასკეს თავიდანვე ეტყობოდა, რომ არ ადგამა ეგ ბიჭი კაი გზას. ზაბუზას მისიაზე რო იყვნენ, მარტო მაშინ დაუძმა კაც და სავით
ნარუტოს. სულ მტრობდნენ ერთმანეთს და ვერ იტანდნენ ერთმანეთს. და ნარუტო და სასკე რო ისეთი ძმაკაცები ყოფილიყვნენ, როგორიც არიან შიკამარუ და ჩაჯი, ამ დევნაძიებას გავიგებდი. მაგრამ მე რო სასკე ვიყო ხა და გავბოდა ჩემთვის, კუდში მომდევდა ვიღაცა ხმაურიანი, ზედმეტად პოზიტიური ბიჭუნა, რომელსაც გონია რომ ცხოვრება უკვე 5 თითივით აქვს შესწავლ. გინდა თუ არა დარჩი, მე შენზე კარგად ვიცი, შენ ცხოვრებაში რა გინდა, მაცალე რომ გელაპარაკო. სასკეს ადგილას დაუფიქრებლად მივასიკვდილებდი ნარუტოს. კაცს სოფლიდან გაღწევა უნდა, რაც ხა ახალი უნდა ისწავლოს. სხვა რაღაცებიც გაკეთება უნდა. რა მოხდა მერე? წევიდეს. ხო და სასკეს რო ხა ნარუტოსთვის დაეჯერებინა და სოფელში დარჩენილიყო მაგით რა. ნარუტო დაელაპარაკებოდა და სასკე ნომერ პირველი პატრიოტი გახდებოდა და კონოხას მსახურში იქნებოდა სამუდამო. ძალიან ლოგიკური იყო ის, რომ სასკე წავიდა. ანუ ნარუტო უფრო მომიშლიდა ნერვებს ვიდრე ჩემი მკვლელი ძმა. ისე რომ დაუკვირდეთ, სასკემ უფრო რთული ბავშვობა გამოიარა ვიდრე ნარუტო. ისეთ ადამიანს დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი, რომელსაც ნარუტო მართლა არ მოსწონს და ვინმე თუ ხართ მასეთი კომენტარებში დამიწერეთ. ნარუტოს ძალები. ნარუტოს სამი მთავარი ძალა, რომელსაც დასაწყისიდან ბოლომდე ავითარებს და რომელსაც იყენებს ყველაზე ხშირად. აქვს ეს სამი მთავარი ტექნიკა, რომლებზეც იშრომა და ჩვენ დავინახეთ, რომ იშრომა. ესენია: Shadow Clone Jutsu, ნარუტო Shadow Clone-ის გარეშე, ნარუტო არა და შესაბამისად ბრძოლაშიც მისი მთავარი ტექნიკაა. შემდეგ რასენგანი და მოგვიანებით რასენ სურიკენი, ბოლო მთავარი რომელიც ლეგენდარი სანინისგან ჯირაიესგან ისწავლა, ბაყაყების გამოძახება. აქ არ ვთვლი Sage Modes, იმიტომ რომ Sage Mode-ი ცოტა მოგვიანებით ისწავლა. ხშირად გექნებათ გაგონილი ალბათ, რომ ნარუტოს რო კურამა არ ყავდეს, ასეთი მაგარი ტიპი არ იქნებოდა. 100%-ით ვეთანხმები მე მაგ მოსაზრებას კურამას გარეშე, ნარუტო როგორც შინობი არის 0. ამდენჯერაც ნარუტო გადარჩა, იმდენჯერ კურამას გადარჩენილია. არ მომწონს ის, რომ ნარუტო ყველაფერს პატიობს. პეინს ასე მარტივად რომ აპატია, ეგ არის სრული სიგიჟე. პეინმა ამოუხოცა მთელი სოფელი, ჰინატას სახე გააძრო და კაკაში სენსეის სული გააფრთხობინა. ნარუტო მივიდა, ეუბნება, მე შენ პატიობო, არ მოგკლავო ახლაო. და მე ვიქნებიო ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში სიძულვილს დაასრულებს. ჯერ ერთი ვერ გავიგეთ აქ ხალხმა როგორ ასრულებს ამ სიძულვილს. ლაპარაკით, რას ამბობს ახლა ნარუტო, რომ მტერი არ არსებობს, თუ მტრობა არ არსებობს. ნარუტო უზუმაკია თუ არ უდახეთელაური. იქნე შენ ასეთ ბავშვობა გქონდა? მეც. ძალიან კაია პატიება, ძალიან კაია, მაგრამ ასეთი რამ რეალური არ არის. ნარუტოს სამყაროში და მით უმეტეს შინობთა სამყაროში ტრობა არ გაქრება არასდროს, მტერიც არ გაქრება არასდროს. ვინმე თუ გაიგეთ ნარუტოს სიძულვილს როგორ ასრულებს, გთხოვთ მეც მითხარით. პეინს რო ჩემი სენსეი მოეკლა, იმ პეინს სახეს გავაძრობდი, ამასაც მოკლა და ამის მიერ დავასრულებ სიძულვილს. შეიძლება აზედმეტებს ხოლმე, მაგრამ შანსი არ აკვდებოდნენ და ნარუტომ დახმარების ხელი არ გამოვიწოდოს, რაც ძალიან მაგარია.